მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესამე საჯარო სკოლის ბოლო დარზე. მოდით ერთად შევქმნათ ეს დღე დაუვიწყარი სავსე ემოციებითა და ღიმილით. ახლა კი მოდით გავიცოთ მე-12 კლასის მოსწავლეები. ამ ადამიანისგან ერთი ზედმეტი სიტყვა არ გახსოვს. ზოგ შეიძლება ზედმეტი კი არა, უბრალოდ სიტყვა არ ახსოვდეს. მოკლედ, გარეგულად მშვიდია, მაგრამ გულში რა აქვს კაცმა არ იცის. გიორგი ამურველაშვილი. შემდეგი გამომცვლელი ყველასთვის უცნობი და იდუმალი ადამიანია. ნიკა ამურველაშვილი. შემდეგი გამომცვლელი სპორტის დიდი მოყვარულია, ფეხბურთი უყვარს ძალიან. მას მადრიდის რეალშიც კი იწვევდნენ სათამაშოდ. გიორგი ზავრაშვილი. ჰონდა ფიტის დიდი მოყვარული, ფიტიშნიკი ან უბრალოდ ავარიების 4 წლის გამარჯვებული. ნიკა ტეტიაშვილი. რაფაელოსავით გოგო, ის გამოვა ყბედი არაფრის თქმელი სიტყვების ნაცვლად. მაკა გაბისონია. ბოლოზარი გამოჩი. გეგონა თუ გიმათე და გედევი კაგეთ. იმასებდა. გამართო ახლა იწყებ. გამართო ახლა იწყებ. დიდი გეგმები ვამშვენ ყველაფერი წინ არიჯერ. ჯერორი მათეთ ვერ მარაგები მანქენი ჩვენს. დიდი გეგმები ვამშვენ ყველაფერი წინ არიჯერ. სადაც დრამა და სიცილი ერთმანეთს ხვდება, იქ წიოკიც აუცილებლად ჩნდება. კლასის დრამა ხვინიანი აღანაშვილი. სუპე არასწორებს ანუ ტანებს ანი ფაქტი. თესლო ვაშაფშაველაზე რა თქვი? რა გეგონა როგევი მათეთ და გავკრი. რამდენ ხანგელოდეთ ვინმე რამეს. მანქანის მას თუ გაიგებთ, არ გეგონოთ ბონდოგელა. ამ დროს ქუჩებს აწიოკებთ ჩვენი კლასის შუმახერა ვახტანგ ქოცუაშვილი. დაბრუნებულა, ტოპეტანჯულა, ისევე ვარ ძველებურად. ჩალიჩი პეტერა, ქალები, მანქანა, პლანები, სადარი, სადარი ფულები, ვისაა ფულები, მოგვიცი ნეკოლი ეკანა. და მე ვიცი რა დარა. პაზარია, პაია. ამ პიროვნებას ისე უყვარს ჩვენი სკოლა, რომ აქ მოსასვლელად 10 კილომეტრს გადის. უნიჭიერესი, უორიგინალურესი და უამრავი უნიკალურესი ეს პიროვნება სკოლის წესებს კარგად იცნობდა. უბრალოდ საკუთარ წესებს თავად ქმნიდა. ეთო ბურდიაშვილი. დღემდე ვერ დაიმორჩილეს, მუქარად კი მასზე არ ჭრის. ხალხო რითმერ გაიგეთ, რომ მარიამთან დავარღირს მარიამ ბურდულაძე. მე-10 კლასში რომ გაიქცა, ბოლო ზარზე ჩემორბენით გვესტუმრა. ლუკა რუაძე. რაში ყავს
გახსოვს ერთადერთი ადამიანი, ვინც ბოლოზარზეც დაიგვიანა. არასოდეს ჩქარობს, რადგან ცხოვრება ცეზარება. თეკლა რუაძე! თეთრზე იწვის შავი არის. მე ჩემს აზრზე დავრჩებიო. მახო ზაგიაშვილი. ქართულადაც ინგლისური აქცენტით ლაპარაკობს. კლასის გრუპ ტრანსლეიტი გეგაელის ბარაშვილი. ის ჩუმაძის ხანდახარ გვავიწყდება კლასშია თუ უკვე წავიდა სახლში, მაგრამ თუ ნახავთ რას ხატავს ჩუმად, მიხვდებით პიკასო გვიდის კლასში. ნიკა ყალამენაშვილი. აუთუმატი ყავით რა თორე მასწავლებელი შემოვა კლასში. მასწავლებელი შემოარა ისაკიდე მე ვარ ქართულზე ზის და საყვედურებს ისმე ჩვენზე. რას გავს თქვენი საქციელი? ეხლა მოვდივართ თათბილიდან, ისა თქვენს გამო მივიღე საყვედურები. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ათჯერ, ამდენჯერ. სუპერ ლაპარაკობთ. რას ლაპარაკობდით? ქალო, მთელი სკოლა თავზე დაიმხეთ. 50 წელია ამ სკოლაში ვარ და ჯერ მე თქვენთან აკლასი არ მყოლია. ბოლო კლასია თუ ბაზარი? ცოტა გავიხდით, ამით რა დაშავდა. რა დაშავდა? სკოლაში ყველას ეგონა რომ მესამე მსოფლიო ომი იწყებოდა. აღარ მაქვს მე თქვენი ნერვები რა. დირექტორს უნდა დაველაპარაკო თქვენი კლასის დაგმოვებაზე. კარგით რაბა. დაჭირდით. ეთიაშვილი, მე თქვენ რა გითხარით ტელეფონებზე? როცა მომეცია. რას გავჩენი საქციელი? მოგეწონა ეხლა ეს. ასად არის თქვენი წიგნები, მე ვერ ხედავ მერხეთზე თქვენ წიგნებს. შეჯის მაინც ზეგნებია წიგნები რა. სადგდი ხარ თაქავდე, თქვენთვის ზარი არ ირეკება? უბრალოდ სხვა კლასზე ხوارებოდით, შესაძლოა. არ მაინტერესებს თქვენი შეშა. კარგით. გავგადე წიგნები და მეულები, დავიწყოთ გაკვეთილი, ვამოწმეთ დავალებას. სად გაქვს გოგო დავალება? უშნარ ყოფილი ვარ მას. როცა ხარ ხო რა სამორამის მაქედისი ხარ რა. თქვენ რაღაც გაწმუკუნებთ. მას დავალებას ვლაპარაკობ. ვერ გაიგონებ. რა ვერ გაიგე, აბა მანახე. ამას უნდა მიუვატო ეს და ეს არის სწორი პასუხი. ოჩახ შვილო რაღაც გისწავლია. გუში გაიგენა აი, იმას ხუფრომ მოვიდა. თქვენმად ვერ მავშევ თუ რა ხდება, ისედაც დაგვიანებით შევავდებით, გაკვეთილზე და არც დავალება გიწერიათ. გააჩვენეთ თენები. რა გაყვიოთ? შეგები შეთახარგონია თავი. ჯუმად! შენახატვის გაკვეთილი მომიწყე, შენც არ მყავდი აქ ვან გოგი რა. დრო აღარ მაქვს. დავიწყოთ გაკვეთილი. ბავშვო, ანზორა მოდის. ერთი გადმოიწყეთ. სორტი. სმენა. ვერჩუნისაკენ. ფერში პლესმასი თავიანო ვერჩუნა და ხანა. ახალუთა. სორტი. სმენა. ვერჩუნისაკენ. ვერცხლისაკენ. დღეს გათამაშებთ ესეთ აქტივობას. გოგოებს შეეჯიბრებით ბიჭებს, ვინც მეტყაკალს მოაგროვებს, ის გუნდი იქნება გამარჯვებული. ბიჭების გუნდი იქნება ავაზები, გოგოების გუნდი იქნებიან არწივები. აზარმას, მაღაზიაში გამშვებს. ადი ოღონდ შენ მომწდი გეხვეწები რა.
1 2 და 3 დაიწყეთ თამაში აზორი მას მანქანას რაში აუ რა ვიტეხას მოწზე ვერ გავატარე ხარ ქოხა რუჩნოის ტროსი არიჭერსო ხუჯერა მქონდა კარდენახში გადატანილი რუჩნოიზე ვერ გავაკეთებინე რა აზე ხო კაი მანქანა იყო ეხაც კარგია ბიჭო კრასკაკი კარგი აქვს მაგრამ აი ცეო უჩვახებს რა აი ზარდიაშვილის პაპასთან ეგდო 3 დღე ვერაფერი ვერ უშველა ვერც იმან თან იმ დღეს ამბოიარა გარეთ მანქანასა რეცხავდი და რა რეცხავ ღირსი არისო და მეც დავფიქრდი მე მგონი ჯარჯი ჩავაბარებ მანქანას ესენი არა ყოფილა არა რა 1500-ათაც ვერ გავყიდი მას მოვჩით მოვაგროვეთ უკვე დაალაგეთ აგიგ და დაითვალეთ ჩვენ გვაქვს 6 ბიჭებო თქვენ რამდენი გაქვთ რა გაქვს რა წმინდა გამარჯვება ავაზებს ანოდა რარი რის შეჯურია რა სტოლბურთი ბიჯორასა მამათი და რომელი უნდა გამოიყვანო რა აზრია სულ ყველანი ჩვეულებრივი ბალღები არიან ო კაი მერია მოგივლი არანზე კაი და დაუგლაპარაკოთ ბავშვებო ეხლა დამილეკა გიმნაზიის სპორტის მასწავლებელი აგეთოთ არა რაღაცა აქტივობებია სკოლებს შორისო და რომელი გახვალთ მე გავალ მას ზაფხილის მარჯვენა და მარცხენა არიცი შენა ბიჭო
ავია ბილეთები, ავია სენდვიჩი. Alegría Macarena, que tu cuerpo para la alegría cosa buena. Hala tu cuerpo alegría Macarena, Macarena. Hala tu cuerpo alegría Macarena, que tu cuerpo para la alegría cosa buena. Hala tu cuerpo alegría Macarena, Macarena. Now don't you worry about my boyfriend, the boy whose name is Vitorino. I don't want him, couldn't stand him, he was nowhere so high. Now, come on, what was I supposed to do? He was out of town, and his two friends were so fine. Hala tu cuerpo alegría Macarena, que tu cuerpo es para dar la alegría cosa buena. Hala tu cuerpo alegría Macarena, Macarena. Hala tu cuerpo alegría Macarena, que tu cuerpo es para dar la alegría cosa buena. Hala tu cuerpo alegría Macarena, Macarena. Alegría Macarena, que tu cuerpo para dar la alegría cosa buena. Hala tu cuerpo alegría Macarena, Macarena. Hala tu cuerpo alegría Macarena, que tu cuerpo para dar la alegría cosa buena. Hala tu cuerpo alegría Macarena, Macarena. ეხლა კი კარგო ხალხო, მე მინდა რომ ყველა საყარი არ დავიდეს, ამავეჯერს ხორომ ჩვენთან მოვიდეს. შობლებო, წინ წამოდეთ რა. მოგესალმებით ყველას, პირველი სკოლისა თქვენ ახალგაზრდებო. მივესალმები სკოლის დირექციას, პედაგოგებს, ვარსკვლავსის პედაგოგებს და მოგესალმებით თქვენ მშობლებო და დამცველ საზოგადოებას. დიდება და მადლობა უფალს, მაინც დღეს უკეთესი მშვიდობით გალიეთ თქვენთვის, ამ სკოლაში არის ბოლო ზარი და აქედან იწყება უკვე ახალი ეტაპი თქვენი ცხოვრების და ყველა გადადიხარ, გიდა თუ აკიდა, გახსოვდეთ რომ მაინც გადასულებით ხართ უკვე ახალ ეტაპზე შესაბამისად მოსდევს ამას ახალი გამოწვევები. თქვენ დღეს ნაწილობრივ გამოდიხართ ბავშვობის ასაკიდან და შედიხართ პასუხისმგებლობის ასაკში. და მე მინდა რომ დაგილოცოთ და ყოველწლინა ღვთისმშობლის სკოლის შემწეობა თქვენ დავლოცვაში დაგილოცოთ მომავლის გზა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობიანი ყოფა და ის ცხოვრებაში რაც შეგვდება ყოველი გამოწვევა თქვენ გადაგელახოთ ღირსეულად. და აი ამ ცხოვრებაში რაც შეგვდგენთ თქვენ სტუდენტობაში, შემდეგ სტუდენტობის შემდეგ პროფესიის არჩევაში და შემდეგ ოჯახურ ცხოვრებაში მინდა რასაც და პროფესიას აირჩევთ, ყველას გისურვებთ ყოველდღიურზე დალოცვას და კურთხევას უფლისა, რომ იყოს მუდამ თქვენთან და ესე გეტყოდით რომ გახსოვდეთ ვისი გორისანი ხართ.
რაც ნიშნავს, რომ გახსოვდეთ თქვენი წინაპრები, გახსოვდეთ თქვენი მშობლები, რომ თქვენ მათ წინაშე ხარ პასუხისმგებლები. გახსოვდეთ თქვენი მომავალი, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ისეთი რამ, რომ სამომავლოდ ის თქვენ გაკეთებული იყოს თესლად, იქცეს კეთილი თესლად, რომელიც ჩვენს რაიონში და ჩვენ საქართველოში გამოიყენებს კეთილ ნაყოფს. და გახსოვდეთ ვისი გორისანი ხარ, გახსოვდეთ რომ აი წლევანდელი წელი 1700 წელი არის ქრისტიანობა ქართლის გაქრისტიანებიდან და მე ვიტყოდი რომ ზოგიერთ სახელმწიფოს 1700 წელიც კი არ აქვს ისტორია დაწერილი, ასე რომ საქართველოს მანამდეც ჰქონდა არსებობა პირველ საუკუნეში და იმის მერე დიალოგი და ყოველთვის ესე ვთქვათ ასე რომ არ დაივიწყოთ თქვენი წარსული, იფიქრეთ თქვენს აზრმყოზე და წარმატება გქონდეთ და ბევრი იფიქრეთ და ვიაზროვნოთ ერთად ჩვენს მომავალს. ასევე მინდა მშობლებო თქვენ გთხოვოთ, რომ ჩვენი შვილებისთვის განსაკუთრებულად უნდა ლოცულობდეთ, რომ დაგულოცოთ გზა, მარტო დღეს არა. ყოველი დღე განსაკუთრებულად უნდა აცნიერებდეს ადამიანი ლოცვას, რომ აი ამ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს უკვე დიდებს გაზრდილებს, წინ შეხვდება ძალიან ბევრი გამოწვევა და ყოველთვის ყველაფერში ჩვენ ფიზიკურად ვერ დავეხმარებით. აი ლოცვა კი ყოველთვის სულიერად შეეწევა იქ, სადაც ესენი იქნებიან. ამიტომ ლოცვას ძალიან დიდი მაგალითი და ძალა აქვს. ღმერთმა დაგლოცოს თქვენი შვილები, ღმერთმა დაგლოცოს საქართველოს მომავალი, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, დაგლოცოთ დირექცია, პედაგოგები, ვალწმოსილი პედაგოგები, მშვიდობა და სიხარული მოგცეთ თქვენ და სულიად საქართველოს ამინ. ჩვენთანაა ღმერთი.